ხაშურში, სენაკში, ახმეტაში იქ უნდა წყდებოდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ სამართლიანი და ობიექტური არჩევნები. მე ვარ პარტია ახალის წევრი, პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში კოალიცია ცვლილებისთვის ჩვენ ვართ კოალიციურად გაერთიანებული ახალი გირჩი და დროა. თუ შეხვედრები არ მაქვს დილით 11-12 საათისთვის ვარ ოფისში, იმიტომ რომ პოლიცსაბჭოს თავმჯდომარეობ და სხვადასხვა სახის სამუშაოები, მათ შორის სულთა ადმინისტრაციული პარტიაში არსებობს და აუცილებლად მისახედია საღამოს ვარ აქციაზე. ესეთი იურისტი ვარ, კონსტიტუციონალისტი, სხვადასხვა დროს მაქვს, ასე ვთქვათ, მათ შორის პრაქტიკული მუშაობის გამოსწორება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით კომისიას შევიყავი, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტში ვარ ლექტორი და პროფესორიც. ერთი ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა და ჩვენ და მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი ხედვას კეთილსინდისიერების შემოწმების და როგორ უნდა იყოს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა და მართლმსაჯულების სისტემაში არ გულისხმობთ მხოლოდ სასამართლოს, ანუ ეს კომპლექსური უნდა იყოს. მეორე საკითხი ჩემთვის თენგოთევზადაც არის აი უმნიშვნელოვანესი სასამართლოსთან ერთად ეს არის დეცენტრალიზაცია. დეცენტრალიზაცია, ანუ ძალაუფლება უნდა იყოს გამიჯნული არა მხოლოდ ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურად ცენტრსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და ადგილზე მოქალაქეებს უნდა მივცეთ ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილების შესაძლებლობა. რუსთაველზე რატო დგავართ? იმიტომ რომ ამ შენობაში და ბიძინა ივანიშვილის შენობაში კიდე იქ წყვეტენ ყველაფერს და ეს არ უნდა იყოს რა. ხაშურში, სენაკში, ახმეტაში იქ უნდა წყდებოდეს ეს მთავარი საკითხები და მესამე არის საარჩევნო რეფორმა. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ სამართლიანი და ობიექტური არჩევნები. როცა ამომრჩევლის ნება იქნება ისე ასახული შედეგებში, როგორც ამომრჩეველს სურს.